როგორ შეიქმნა წიგნების თარო? 2015 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა ახალი პროგრამების კონკურსი. და ამ პროექტის ავტორს ნინო კელაურიძეს გაუჩნდა იდეა შეექმნა რაიმე შემეცნებითი გადაცემა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. ამ იდეის შთაგონება ერთი მხრივ იყო არსებული სატელევიზიო ბაზარი, სადაც არ იყო მსგავსი გადაცემა, საერთოდ შემეცნებითი გადაცემების დეფიციტი იყო და ლიტერატურული გადაცემების ნაკლებობა იყო და მეორე მხრივ ის რომ განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდების შემეცნება მისთვის იყო პრიორიტეტი. მანამდე ნინო მუშაობდა პეპლის ეფექტზე, ძალიან საინტერესო გადაცემაზე და მე გადაწყვიტა ესეთ რაღაც გაეკეთებინა და მომიაზრა მე ამ გადაცემის წამყვანად და უკვე როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში მონაწილეობა მიიღო წიგნების თარომ როგორც პროექტმა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ დავიწყეთ ერთად უკვე მე ნინომ ტორესა მოსმა და კეთი კაპანაძემ ეს 4 კაცი ვიყავით თავიდან ამ გადაცემის ფორმატზე და შეფუთვაზე ერთად მუშაობა. ფაქტობრივად ამისთვის გქონდა არასრული 4 თვე, იმიტომ რომ 2016 წლის 16 იანვარს უკვე ეთერში გავიდა გადაცემა, ანუ 2015 სექტემბრიდან მოყოლებული 4 თვის განმავლობაში უნდა მოგვესწრო ფორმატის ბოლომდე გამართვაც, შეფუთვაც, გადაცემის ბრენდინგიც, ყველაფერი სტუდიის აწყობაც, სცენარების დაწერაც, გადაცემის გადაღებაც პირველი გადაცემების და მერე ეთერში გასვლისთვის შემზადებაც და ეს იყო ძალიან აქტიური, ძალიან საინტერესო და ძალიან თავბრუდამხვევი პროცესი.